სახელითა მამისათა, დაძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისთვის და თითოეული წირვისთვის, ლოცვისთვის, რის ძალასაც ღმერთი გვანიჭებს ჩვენ. სახარებაში არის ასეთი იგავი. ერთმა ბატონმა თავის მსახურებს დაურიგა სხვადასხვა რაოდენობის მონეტები. როდესაც შორ მოგზაურობაში მიდიოდა და უთხრა, რომ გაემრავლებინათ ეს მონეტები. ზოგს 5 მისცა, ზოგს 2, ზოგს 1. და რომ დაბრუნდებოდა, უნდა გამრავლებული დაეხვედრებინათ. როდესაც დაბრუნდა, ვინც 5 მიიღო, მან დაახვედრა 10. და ბატონმა უთხრა, კეთილ, მონაო, სახიერო და სარწმუნო, მცირედსა ზედა ერთგული იყავი, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ. შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა. ანუ რადგან მცირეში სანდო იყავი, უფრო მეც მოგანდობ შენ. და მარადიული სიხარულით დააჯილდოვა, ესე რომ თქვა. და ეს ჯილდო სასופველს ადამიანი თვითონ კი ვერ მოიპოვებს. ეს მაინც ღვთის მადლია. ღმერთი აჯილდოებს ამით. ადამიანის მონდომებაც არის თავისთავად ცხადია, მაგრამ ადამიანი ღვთის გარეშე კი ვერ მოიპოვებს ამას. ეს შეუძლებელია ადამიანისთვის. ვინც 2 მიიღო, მან 4 დაახვედრა და მასაც იგივე სიტყვები უთხრა. და აქ კიდე ხაზგასასმელი ის არის, რომ ვინც 2 მიიღო, მას 10 კი არ მოჰკითხა. მან რომ 4 დაახვედრა, ისიც იგივე სიტყვები დააჯილდოვა, რომ ესე რომ თქვა, უფრო გასაგებად, ყოჩა ხო შეაქვა, რომ შენ რადგან მცირეში იყავი, სანდო და ერთგული, უფრო დიდზე დაგადგენ შენ. ვინც 1 მიიღო, მან მოიტანა ისევ ის 1 და უთხრა, რომ აი ბატონო მეო, ეს მიწაში დაფალიო, რადგან ვიცოდიო, რომ შენ სასტიკი კაცი ხარ. იქ მოიმკი, სადაც არ დაგითესიაო და იქ ცდილობ შეაგროო, სადაც არ გაგიბნევიაო. ამიტომ აი მოვიტანეო და შენიო შენთან იყოს. ანუ ეს დაახლოებით ისეთი რამეა, ლუარსაბი და დარეჯანი რო ცხოვრობდა. არც არავისთვის გაუფუჭებია რა, მაგრამ არც არავისთვის გაუკეთებია. აბა მაშინ რისთვის მოვიდა ადამიანი და რისთვის უნდა წავიდეს. იგაურად ეს ამას ნიშნავს, ახლა ერთი შეხედვით რო შეხედო, თითქოს ბატონი უსამართლო არა, უფრო მეტ სიტყავს მათგან, რაც დაუტოვა, მაგრამ უსამართლო არ არის. ღმერთი რომ ადამიანს რაღაცის ნიჭს აძლევს, რაღაცის უნარს აძლევს, რაღაცის შესაძლებლობას. ადამიანმა ეს უნდა გამოიყენოს საკუთარი სულის გადასარჩენად, თავისი მოყვასის საკეთილდღეოდ და ღვთის სადიდებლად. აი ეს უნდა და თუ ამას არ იყენებს, დავუშვათ აი ადამიანს აქვს ჯანმრთელობა, მაგრამ ეს ჯანმრთელობა მან გაფლანგა, აი დავუშვათ ლოთობით, უქნარობით. ხო რა იქნება? განახთვის წინაშე არ მოეკითხება ამ ჯანმრთელობის გამო. აი ვიღაცას დრო მიეცა დავუშვათ, ვიღაცამ დრო გაფლანგა იმ 5 მონეტაში. ყველაფერი შეიძლება იფიქრო და იგულისხმა, რასაც ღმერთი ადამიანს ანიჭებს. გინდაც დრო იყოს, გინდაც ჯანმრთელობა იყოს, გინდაც მატერიალური სახსარი თუ გონებრივი თუ ფიზიკური შესაძლებლობები და უნარები, ყველაფერი. და ადამიანი ამას იყენებს ამ ღვთის სადიდებლად, აი მაგალითისთვის ვიტყვი. დავუშვათ ვიღაცას აქვს სიმღერის ნიჭი. ადამიანს შეუძლია რომ შექმნას რაღაცა ისეთი სიმღერა იქნება, საგალობელი იქნება, რითიც ღმერთი ციდიდება და ადამიანებსაც სიხარულს მიანიჭებს. მაგრამ ამავე დროს შეუძლია შექმნას რაღაც ისეთი, რითიც ღმერთიც დაიგმობა და ადამიანების სულსაც დაამახინჯებს. და გამოდის რომ რა, ადამიანს ეს ნიჭი თუ რაღაც უნარი, ტალანტი მიეცა არა იმისთვის, რომ დაუშვათ თავი მოიწონოს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნისთვის, რომ მან ამითი სული გადაირჩინოს.
ეს ამისთვის მიეცა. აი სულ მეუბნები ხوان ბავშვებს. როდესაც აი დავუშვათ მომღერალი იქნება, ხო რადგან ახლა სიმღერაზე ჩამოვარდა საუბარი. სცენიდან ჩამოდის, როდესაც მას ტაშს უკრავენ. ის თუ ამ დროს ღმერთს ადიდებს და ამბობს, რომ მადლობ ღმერთო, რომ შენ ამ ნიჭით დამაჯილდოვე, რომ მე შემიძლია ადამიანებს ამ ხელა სიამოვნება მივანიჭო, ეს სწორი მდგომარეობა, სწორი განწყობა. მაგრამ თუ ის ამითი ზეცამდე აფრინდება, რომ აი ესეთი მაგარი ვარ მე, მაშინ ის შეიძლება ჩამოვარდეს და დაიმტვეს. და ამიტომ აი ჩვენ თუ გვინდა რომ ესე იგი ჩვენზე მონდობილი ნიჭი უნარი შესაძლებლობა გავამრავლოთ, პირველ რიგში ესე იგი ღმერთს უნდა მადლობდეთ იმისთვის, რომ ეს მოგვანიჭა და ამავე დროს პასუხისგებლობას უნდა გრძნობდეთ, რომ ეს რისთვის მომანიჭა, რისთვის მომეცა ესეთი კარგი ჯანმრთელობა სიტყვაზე, ვისაც ააქვსოს. ამდენი დრო რისთვის მომეცა, ამდენი შესაძლებლობა რისთვის მომეცა. აი ახლა ჩვენ მაგალითად ხო ტაძრის მრევლი ვართ, ზოგი ტაძრის მსახური ვართ, მე სასულიერო პირი ვარ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ესე იგი, რომ ჩვენ ეს რისთვის მოგვეცა, რისთვის მოგვენდო. ძალიან მნიშვნელოვანია ეს, იმიტომ რომ ეკლესიისადმი მსახურება ეს არის მსახურება ქრისტესადმი და ქრისტესადმი სწორი მსახურება ეს ნიშნავს, რომ შენს ერს და შენს ქვეყანას ძალიან დიდ სარგებელს მოუწევს. თუ ამას გაცნობიერებულად და მთელი გულით გააკეთებდი, შენს ხალხს ძალიან დიდ სარგებელს მოუწევს. თითოეული, გინდა მსახური იყოს ტაძრისა, გინდა მრევლი იყოს. მრევლს შეუძლია თავისი პირადი მაგალითით, თავისი სიტყვით მის გარშემო ადამიანების გულები აანთოს და ღმერთი შეაყვაროს. მაგრამ სამწუხაროდ ისიც ხდება, რომ ჩვენი მაგალითით არა თუ ღმერთი არ უყვარდებათ, არამედ პირიქით ღმერთი იგმობა ხოლმე ზოგ შემთხვევაში სამწუხაროდ. იმიტომ რომ ჩვენ რა შემოგხედავენ და მორწმუნე გქვია და შეიძლება ისეთ რამეს ჩავდიოდეთ, ისევ მეტყველებდეთ ზოგ შემთხვევაში, რომ ესე იგი ამითი ადამიანები ბრკოლდებოდნენ და უფალი ამბობს, რომ ვინც ერთი ჩემსკენ მომავალი დააბრკოლოსო, ჯობდაო, რომ წისქვილის ქვა მოება კისერზე და ზღვაში ჩაეგდო თავი. აი სადღაც ჩვენ შემოგხედავს მორწმუნე ადამიანი ტრანსპორტში ვიქნებით, თუ აფთიაქის რიგში, თუ რესტორანში, თუ სხვა ყველგან მორწმუნეს უნდა ეტყობოდეს, რომ ის არის ღვთის მსახური თავისი ცხოვრების წესით. აი ეს უნდა ეტყობოდეს. და თუ ეს არ ეტყობა, მაშინ ყველგან შეიძლება ადამიანი დააბრკოლოს. ძალიან იოლია მოხვიდა და ტაძარში 2 საათი მოწესრიგებულად იდგა, თუმცა ზოგს ესეც გვიჭირს. მაგრამ მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება. ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება უნდა იყოს სავსე ადამიანებისადმი სწორი დამოკიდებულებით, სწორი ფიქრებით, სწორი საქმით და მეტყველებით, ესე იგი, სწორი სოფხედველობით, შეხედულებით ამა თუ იმ საკითხისადმი. ხო და ესეთი ადამიანი ძალიან დიდი ნუგეშია თავისი ხალხისთვის, თავისი ერისთვის, ქვეყნისთვის. ესეთი ადამიანი ბევრ სასიკეთო რამეს გაუკეთებს. ამიტომ ჩვენ ახლა ეს ღვთისგან მოგვენდო. ვიღაცას 5 ტალანტი მიენდო, ვიღაცას 2, ვიღაცას 1, მაგრამ არავის 0, არავის არც 1. ესეთი ადამიანი არ არსებობს. ანუ რას ვამბობ, დაიბადოს ადამიანი და არანაირი პასუხისგებლობა არ ჰქონდეს. დაიბადოს ადამიანი და არანაირი შესაძლებლობა არ ჰქონდეს, არანაირი ნიჭი არ ჰქონდეს თავშად. ყველას აქვს რაღაცა გარკვეული მიცემული ღვთისაგან, რომელიც ერთი მხრივ უნდა გაამრავლოს და გაამრავლოს პასუხისგებლობის გრძნობით, ესე იგი, რომ მე ეს მომენტ. თავშად აი ვიღაცამ სიტყვაზე ვამბობ, აი სოფლის თავმჯდომარედ დააყენეს. ახლა წუთი სოფლის ადამიანი ფიქრობს, რომ აი რა კარგია, რამდენიმე წელი მე უზრუნველყოფილი ვიქნებ და ის ფიქრობს პირველ რიგში თავის ოჯახს. მაგრამ ღვთისმოშიში ადამიანი ფიქრობს
მე რისთვის ვარ დადგენილი აქ, რამე ვალებ და იფიქრებს იმას, რაც ევალებ. და როგორც სოლომონბრძენი ევედრებოდა ღმერთს, რომ ღმერთო მომანიჭე გული გონიერი სიბრძნე, მომანიჭე რომ ჩემზე მონდობილი ერი შენთვის სათნოთ მწყემსო. და ის სოფლის თავმჯდომარეც იტყოდა, რომ ღმერთო მომანიჭე ძალა, რომ აი ამ სოფელს ვიზედაც მე ვარ დადგენილი, რაღაც სიკეთე მოუტანო სანამ აქ ვარ და მაგას იფიქრებდა. და როგორ ფიქრობთ ახლა ღმერთი ესეთ კაცს, რომელიც აი ასე ფიქრობს, ხელს არ მოუმართავს, ან მის ოჯახს მოაკლებს რამეს, რომელიც პირველ რიგში ღვთის საქმის შესრულებაზე და აღსრულებაზე ფიქრობს, ღმერთი არ დატოვებს არც ამ ადამიანს. მაგრამ თავარია, რომ ადამიანში ეს განწყობა არსებობდეს, ეს მარტო სოფლის თავმჯდომარეობაზე კი არ არის, ვიღაცას ოჯახი მიანდო. ვიღაცისთვის ეს ოჯახია მისი მთელი სოფელი, მთელი სამყარო. ამ ოჯახზე უნდა იზრუნოს. ვიღაცა შეიძლება პატარა ნაკვეთი ბაღისა მიენდო, რომ ეს უნდა დაამუშავოს. და ასე შემდეგ. ვიღაცას ერთი გვერდი მიენდო სასწავლად სკოლაში, რომ აი მეორე დღემდე ეს ერთი გვერდი უნდა კარგად წაიკითხოს, დაამუშავოს, შეისწავლოს. მისთვის ეს არის საშუალო. ვიღაცას ცოტა მეტი მიენდო და ასე შემდეგ. ვიღაცას მიენდო, რომ შვილები უნდა აღზარდოს. ვიღაცას 5, ვიღაცას 2, ვიღაცას 1. ესეც აი ამის მიხედვით. ღმერთმა მოგანდო და ვიღაცას თუ 7 კარგად აღზრდილი შვილის გამო მიიღებს დიდ სიხაროს, ვიღაც 1 კარგად აღზრდილი შვილის გამო მიიღებს, თუ მხოლოდ 1 შვილი ყავს მას. აი ამაზეა ლაპარაკი. ვიღაცას სხვაგვარი ღვაწლი მიენდო, ესე იგი ვიღაცა მონასტერში ცხოვრობს, მონაზონია. ვიღაცა შეიძლება არც მონასტერში არ ცხოვრობს და ერში ცხოვრობს და შეიძლება არის, რომ ისე მოხუცდება, რომ არ დაუჯახდე, მაგრამ იმანაც უნდა გამოიკვლიოს, მე ღვთისგან რა მომენდო, რა არის ჩემი საკეთებელი. უფუნქციოდ ამ სამყაროში არავინ და არაფერი არ არის. ისე რომ აი ამ ტალანტის გარეშე არავინ არ არის ამ ქვეყანას. ამიტომ ადამიანი უნდა ფიქრობდეს, რა არის ნება ღვთისა ჩემს ცხოვრებაში, რა უნდა ჩემგან ღმერთს და უნდა გამოიძიოს ეს და ღმერთი გამოუჩენს. თუ ადამიანი ამას ეძებს, ღმერთი აუცილებლად გამოუჩენს, იმიტომ რომ ესეც უფლის სიტყვებია, რომ ეძებეთ და იპოვეთ. ვეძებოთ ჩვენ ღვთის ნება, რა უნდა ჩვენგან ღმერთს, რა დაგვავალა, რისთვის მოგვიყვანა და ღმერთი გაგვაგებინებს. მერე ვეძებოთ ის ძალა, რითიც ის მოგვეხმარება და იმ ძალასაც ღმერთი გვაპოვნინებს და გამოგვიჩენს. და საბოლოო ჯამში იმით, რაც ღმერთმა მოგვანდო და მოგვანიჭა და ჩვენი არჩევანით გადავწყვეტეთ ამის საღვთო კეთება, იმითი ღმერთი გვაცხონებს. აი ეს არის ყველაზე მთავარი ამ წუთის სოფელში, რომ ეს გააკეთოს ადამიანი. და ესე რომ ფიქრობს ადამიანი, ის დიდი ნუგეშია ყველასთვის. თავისთვისაც, გარშემოყოფებისთვისაც და მთელი ქვეყნისთვის. ღმერთი შეგვეციოს, აბა. ქრისტე აღსდგა.